მოგესალმებით კიდევ ერთხელ ბათუმელების პირდაპირ ეთერში. ჩვენ ახლა ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან ვართ. თქვენ ხედავთ ტრანსპარენტებს, თავისუფლება მზიამაღლობელს არ ვაპირებ მიიღო რეჟიმის დღის წესრიგი. ეს მზიამაღლობელის ფრაზაა მისი ციხიდან გამოგზავნილი წერილიდან. დღეს მზიამაღლობელის საქმის განხილვა გაგრძელდება ბათუმის საქალაქო სასამართლოში. რამდენიმე წუთში დაიწყება ეს სასამართლოს ხდომა. არსებითი განხილვის ხდომა წინა პროცესი დაიწყო რამდენიმე დღის წინ, სადაც მოусმინეს ორ გამომძიებელს, ორ სამართალდამცველს, მათ შორის ერთ-ერთმა თამარ კერესელიძემ დაადასტურა ის, რომ ნამდვილად ხელბორკილები ეკეთა მზიამაღლობელს ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, თუმცა ამის არანაირი საჭიროება არ არსებობდა. კახაბერ წერეთელს ხედავ მე ახლა სასამართლოსთან ის მზიამაღლობელის ერთ-ერთი ადვოკატია და მოდი გავესაუბროთ მას. მოგესალმებით ბატონო კახა, ბათუმელების პირდაპირ ეთერში ვარ. რა იქნება დღეს ხდომაზე? დღეს გეგმება პოლიციის სამი თანამშრომლის დაკითხვა, რაზე ჩვენ წინასწარ ვართ ინფორმირებული, ბუნებრივია მომზადებული ვართ. ჩვენი ხაზი დარჩება უცვლელი, მტკიცება იმისა, რომ მზიას მხრიდან არანაირი წინააღმდეგობა არ აქვს გადაწყვეტილი და ის ბრალდება, რომელიც მას აქვს, ტრიელი არის. ხوبარ დაიკითხებათ მონდელის ხდომაზე ირაკლი გებუაძე ბათუმის პოლიციის უფროსი, რომელიც აზარალებულად არის ცნობილი ამ საქმეში. ჩვენი ინფორმაცია, ჩვენი კომუნიკაცია პროკურორებთან, მაგრამ ინფორმაცია სხვა პირების. ვინ არიან, ხوبარ შეგიძლიათ გაჟღერება, ვინ დაიკითხება? ერთი არის მეორე დამტოვებელი პოლიციელი და ორი გამომძიებელი სპეცი. და წინას ხდომაზე რაც გაჟღერდა, აქედან რა შეგიძლიათ უთხრათ ჩვენს მაყურებელს, რით იყო საინტერესო წინამოწმეები, წინა გამომძიებლები, ვინც უკვე მისცეს ჩვენება სასამართლოს. საინტერესო ფაქტი გააჟღერა ქალბატონმა გამომძიებელმა ახლა მაგალითად. თამარ კერესელიძე, ხო? რომ 2 საათის განმავლობაში მზიამაღლობელი ხელბორტით დადებული და პოლიციის შეტევაში და ამ მდგომარეობაში მოხდა მისი გამოკითხვა და მხოლოდ ხელმოსაწერად აუწიეს მას ხელების მოძალება. ასევე საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ მზიამაღლობელის მხრიდან წინააღმდეგობა გამოიხატა მის მიერ ხმამაღლად შეკითხვის დასმაში, თუ რატომ დააკავეს მისი ახლობლები და ეს მთელი აგრესია თითქოს მაშინაც არანაირი კონკრეტული ფაქტი არ იკვეთება ნამდვილად. აი პროკურატურა ამტკიცებს, რომ თითქოს აგრესიას გამოხატავდა მზიამაღლებელი პოლიციელების მიმართ, ხო? და ამის მაგალითად მოიყვანეს ის, რომ მან დასვა შეკითხვა, რატომ დააკავეს კონკრეტული ადამიანები ამ აქციაზე. ინფორმაცია დაუწუნეს მას, რომ ეს იყო ძალიან ხმამაღლა მის მიერ დასვა. და რაც შეეხება ხელბორკილებს, როცა გამომძიებელი ამბობს, რომ ხელბორკილი ედო მზიამაღლობელს პოლიციის დეპარტამენტის შენობაში თან ყოველგვარი სამართლებრივი დასაბუთების გარეშე. ხელმძღვანელმა ასევე თქვა, რომ არდან წინააღმდეგობას არ უწევდა მას მზიამაღლობელი და არ იყო ამის გარემოება, რომ გამოიყენებინა ხელბორკილები, ხო? ამას რა რეაგირება უნდა მოხდეს, არ უნდა მოხოლოდა, როცა ასეთ რამეს ადასტურებს სამართალდამცველი? რეაგირება ამ შემთხვევაში ისევ და ისევ სამართალდამცავების მხრიდან უნდა მოყვეს. ახლა ბუნებრივია იკვეთება არაპროპორციულად ძალის გამოყენების ფაქტი, ვინაიდან ჩვენ რო ვკითხეთ რა საფრთხე მოდიოდა მისი მხრიდან, ახლა მზია ნამდვილად არ გამოირჩევა რაღაც განსაკუთრებული ფიზიკური მონაცემებით, ის არ არის ყოფილი წესრაზმელი, ახლა რა თქმა უნდა ამას გადაჭარბული ქონდა. არანაირი მისი მხრიდან რაიმე თავდასხმის საფრთხე იყო პოლიციელებზე არ არსებობდა. შემდეგ მოსალბერვაი ფანჯარა იყო დაკეტილი, მაგრამ ფანჯარას არ ვარ მისულიყო, ამის ახსნა ჩვენ ვერ მოვხსენებთ. ამის რეალური ახსნა არ არსებობს. მადლობა, ეს იყო კახაბერ წერეთელი, ადვოკატი, მზიამაღლობელის ინტერესების ერთ-ერთი დამცველი. თავისუფლება მზიამაღლობელს არ ვაპირებ მიიღო რეჟიმის დღის წესრიგი, ასე ტრანსპარენტები ხა გაშვილი ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან. ისევე როგორც დღეს ჟურნალისტების არ დაშვება აჭარის უმაღლეს საბჭოში მიუთითებს უკიდურეს პოლიციურ რეჟიმზე, რომელსაც სურს გადებნოს თავისუფალი მედია ამ სივრციდან, თავისუფალი მოქალაქეები, მაგრამ ჩვენ ეს არ უნდა დაუშვათ. არა მხოლოდ მედია, არამედ ამ ქვეყნის მოქალაქეებმა არ უნდა დაუშვათ, თორემ ყველა ნურავის ნურ ექნება ილუზია, აღმოჩნდება იქ, სადაც არის ახლა მზია. და ამისთვის ჩვენ ყველამ უნდა ვიბრძოლოთ ვიდრე დროა. როგორც მზიამ გვითხრა, როგორც მზიას, ისევე ყველა პოლიტპატრონის გასათავისუფლებლად.
ავითარებაში რა დატვირთვას იძენს მზიამაღლებელი საქმე ახლა როცა უკვე პოლიციელი დანიშნეს საჭერის მთავრობის მეთაურად ესეთი დასანქცირებული პოლიციელი დიდი ბრიტანეთის მხრიდან ხო და დღეს დახურულ სხდომაზე დაამტკიცეს მთავრობის არლეგიტიმური ახალი შემადგენლობა აქამდეც იყო ძალიან ბევრი თქმელი მზიამაღლებელი საქმე და სიმბოლური ბევრი ამის სიმბოლო იყო ხო დღეს როგორია ამ საქმის სიმბოლური დატვირთვა თქვენთვის სიმბოლური ეს კიდევ ერთხელ არის იმის ნათელი დადასტურება, რომ ჩვენ ცხოვრობთ პოლიციურ სახელმწიფოში, სადაც ადამიანის უფლებების ადგილი აღარ არის, მედიის თავისუფლების ადგილი აღარ არის, სადაც აღარ სურთ ყოველ შემთხვევაში, რომ აღარ დარჩეს სივრცე, სადაც მედია შეცვლას შეძლებს. რათა მოქალაქეებს მიაწოდოს ინფორმაცია, თუმცა ჩვენ ეს არ უნდა დაუშვათ და ვიბრძოლოთ ბოლომდე. მადლობა, ეს ესეცეცხლაძე იყო ჟურნალისტი, ნეტგაზეთის რედაქტორი. Ukon gesmet Maurian shit. Takashtilia transparentები თავისუფლება მზიას და თავისუფლება რეჟიმის ასევე გზავნილი მზიამაღლებელი წერილიდან რომელიც მან გამოგზავნეს თვითონ არ ვაპირებ იმ რეჟიმის წესრიგის სიმშილობ ფიზიკაზე ღირებული არის თავისუფლება ასეთი იყო მისი მზიამაღლებელი ერთ-ერთი გზავნილი ციხიდან გამოგზავნილ წერილში ახლა გელოდებიან ასევე მზიამაღლებელის მოყვანას ბათუმის საქალაქო სასამართლოში შეფის როგორც არის ცნობილი მზიამაღლებელი ესწრება თავის სასამართლო პროცესს და არსებითი გაახლის ხდომა განახდება ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზიამაღლებელი დაპატიმრებულია გაყალბებული ოქმის საფუძველზე და ის რჩება უკანონო პატიმრობაში 38 დღის განმავლობაში მზიამაღლებელი შიმშილობდა მოსამართლე ნინო სახელაშვილი განიხილავს მის საქმეს ეს ის მოსამართლე რომელიც იყო გამოსაცდელი ვადით დანიშნული მაშინ როცა მან მზიამაღლებელს შეუფარდა აქტივისტების ყველაზე მძიმე ფორმა პატიმრობა დღეს კი უკვე ნინო სახელაშვილი არის უვადოდ გამწესებული მოსამართლე ის არის დასანქცირებული სწორედ ჟურნალისტის უფლებების დარღვევის გამო პოლიტიკოსებსაც ვხედავ მე ახლა ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან ბატონ ელგუჯა ბოდიში ელგუჯა ბაგრატიორი ნაციონალური მოძრაობა დღეს დახურულ სხდომაზე დაამტკიცეს მთავრობის ახალი შემადგენლობა პოლიციელი დასანქცირებული პოლიციელი დანიშნეს აჭარის მთავრობის მეთაურის პოსტზე რას ნიშნავს თქვენთვის ეს ამბავი ეგრევე გითხრათ მოგესალმებით რა თქმა უნდა რეჟიმი რომელიც დღეს საქართველოს ხავს ხელისუფლების სახით არალეგიტიმური ხელისუფლება რა თქმა უნდა სხვას ვერაფერს ვერ გააკეთებს ის იქნება საკუთარ ნაჭუჭში ჩაკეტილი რათა არ ესმოდეს ხმა პროტესტისა არ ესმოდეს ის პრობლემები რაც არის ქვეყანაში ის უკიდურესი გაჭირვება მათ შორის ის სიღარიბე რაც ქვეყანაში არის ის პრობლემები რაც არის და მხოლოდ საკუთარი იმ ცირერიცხოვანი მონების ქებადიდებით არიან დაკავებული და სხვა ყველა თორნიკე ჟვაძე ამაში ხელს უშლიდა თქვენ ფიქრობთ ანუ ამ დავალებას არ ასრულებდა რა თქმა უნდა თორნიკე ჟვაძე ასრულებდა ყველა დავალებას რაც იყო მოდიოდა არალეგიტიმური ხელისუფლებისგან თუმცა დღეს კიდევ უფრო მეტი ადამიანები სჭირდება პოლიციელები რომლებიც კიდევ უფრო გაამაგრებენ მის პოზიციას ივანიშვილის პოზიციას ამ შემთხვევაში რათა დაიცვას საკუთარი ფული ამიტომ სანქცირებული პოლიციელი რომელიც დღეს მოევლინა აჭარას მთავრობის თავმჯდომარედ არალეგიტიმურ მთავრობის თავმჯდომარედ არაფერი არ შეიცვლება უბრალოდ მოხდება წილების გადანაწილება ეხლა აქამდე თუ რიჟვაძე იყო დაკავებული კორუფციით ეხლა დაკავდება თამაზაშვილი ის ხო გამორჩეულია ხო ერთ-ერთი გამორჩეულია თქვენ გახსოვთ ერთი წლის წინ პროტესტი კინტრიშის ხეობაში სადაც თამაზაშვილი მაშინ მოიპოვებდა უკანონოდ ინერტულ მასალას რიჟვაძე თუ მოიპოვებდა ჭოროხში ის მოიპოვებდა კინტრიშში და ასე რომ სხვა არაფერი არ შეიცვლება გარდა იმისა რომ კიდევ უფრო მეტი ძალადობა იქნება კიდევ უფრო მეტი ანუ ამის მოდიდგა თქვენ რომ აი პოლიციური რაღაც რეჟიმი შეიძლება მივიღოთ შეუძლებელია ხო მთელი ქვეყნის მასშტაბით პოლიციური რეჟიმის გარდა სხვა რამე ნახეთ აი მეცვლება ნახეთ ერთადერთი რაც ხდება ამ ქვეყანაში იცვლება სახელი და გვარები ვინ უფრო
მეტად მონადა იქნება ივანიშვილის, ვინ უფრო მეტად შეასრულებს ამ დავალებას, ვინც უფრო მეტად აგრესიული იქნება, ეს ადამიანები იქნა შერჩეული და დანიშნული თანამდებობაზე. ამიტომ არაფერი ამ ქვეყანაში არალეგიტიმურ ხელისუფლებას არ შეუძლია რომ შეცვალოს, გარდა იმისა, რომ კიდევ უფრო მეტად გააღარიბოს მოსახლეობა, კიდევ უფრო მეტად იძალადოს, კიდევ უფრო მეტი ფული მოიპაროს და შეუნარჩუნოს ივანიშვილს ის ძალაუფლება, ამ რეჟიმს ძალაუფლება, რომელიც ივანიშვილმა აირჩია იმ რუსული მეთოდებით უკვე წლებია და ამაზე არაერთხელ გვითქმია და ვაპროტესტების ნაციონალურ მოძრაობა. და სირთულე დღეს რა ქონდა, ვთქვათ, უმაღლეს საბჭოს, რომელიც დახურა ამ შეხვედრის კარი, როცა ისინი ამტკიცებდნენ აჭარის მთავრობის ახალ შემადგენლობას. პირველად სხვადასხვა არ დახურულა, თქვენ არაერთხელ გახსოვთ და გინახავთ, რომ უმაღლეს საბჭოს დეპუტატებსაც კი არ გვიშვებდნენ დარბაზში, იმიტომ რომ მათ არ უნდათ გაიგონ ეს პროტესტისმა, კიდევ ერთხელ ვამბობ, მათ ფიქრობენ რომ არა, გულისხმობ ჟურნალისტების დაშვება, მათ შორის ჟურნალისტების არ შეშულა წყობილა, დღეს თუმცა დღეს საერთოდ არა მარტო პოლიტიკოსები, არც ჟურნალისტები არ შეუშვეს და საერთოდ წინასწარვე ჩაკვეტეს, როგორც ქვეყანას კეტავენ, ეს ნათელი მაგალითია, ხო, როგორც ქვეყანას კეტავენ და იზოლაციაში ხდება ჩვენი ქვეყანა, ასევე ყველა ინსტიტუტები ხდება იზოლაციაში და ამ ძალადობრივი მეთოდებით ცდილობენ ხელისუფლების შენარჩუნებას ეს რეჟიმი. თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ არც ერთ მოძალადე ხელისუფლებას და არც ერთ რეჟიმს ბოლომდე ვერ შეუნარჩუნებია ხელისუფლება ძალადობით და ეს ძალიან მალე ლოგიკურ დასასრულამდე მივა და ქართველი ხალხი არ შეეგუება და რა თქმა უნდა უახლოეს მომავალში დადგება ის დრო, როცა ქართველი ხალხი საბოლოოდ ამ მოძალადე რეჟიმს, ამ რუსულ მოღალატებულ ხელისუფლებას გაყრის ხელისუფლებიდან. მადლობა, ეს გუჯა ბაგრატიონი იყო ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ბათუმში, სწორედ მას უსმენთ თქვენ ჩვენს პირდაპირ ეთერში. ბატონ ლევან, შეიძლება რომ გაგესაუბროთ თქვენთვის რა დატვირთვას იძენს განსაკუთრებით დღეს ამ ვითარებაში ზიამაღლობელი საქმე, რომელიც აქამდე იყო ერთ-ერთი სიმბოლური გამოხატულება ამ რეჟიმის მიდგომების და რეპრესიული მიდგომების გამკაცრების, ხო? და დღეს როცა უკვე პოლიციელი დანიშნეს აჭარის მთავრობის ხელმძღვანელად თან დახურვის ხდომაზე, მედიაც კი არ დაუშვეს ამ ხდომაზე და თავად უმაღლესი საბჭოს აქამდე უზრუნველყოფდა თქვათ ის, რომ პირდაპირ ჩართვას თავად დებდა ამ ამსახველ ვიდეოს. დღეს ესეც კი არ გააკეთეს. რა დატვირთვა შეიძინა დღეს მზიამაღლობელი საქმე თქვენთვის? ფაქტია რა, რომ ცდილობენ რეპრესიების გატარებას, სავარაუდოა. მაშინ ამას სხვა ახსნა არა აქვს, იმიტომ რომ ჯერ ესეთი ახლა რაც აღნიშნეთ, ზუსტად რომ საპოლიციო რეჟიმს ნიშნავენ ყველგან და პოლიციელებს ნიშნავენ ყველგან, ეს არის ამის ფაქტორი და მზია არის ასე ვთქვათ მსხვერპლი ამისი რომ აჩვენებენ ამით რომ ზიას, ესე იგი ჟურნალისტს როცა შეეხება უკვე და ჟურნალისტს არ პატიობენ თითქოს და ხო, იქ ანუ მოტივზე კი არ საუბრობენ, საიდან მოხდა ატრიალებენ ამ კადრებს, ხო, ცილის გაწნის. ხელის დარტყმას მივიტყვით რა, იმიტომ რომ ხელის დარტყმა არ იყო, მაგას ეთქობა არ მოხვედრია რა. თორე კაცობაზე არ ილაპარაკება, სილის გაწნაზეა. მაგრამ ტყივილი განვიცადევა, ასეთი ჩვენება მისა გამოძიებას ირაგებოაძე ბათუმის პოლიციის უფროსმა. კაცურად უნდა განიცადოს სულიერი. რა, ამ დონეზე რომ დაეცა რა, საქართველოში. მე ვერ ხვდები, აი თვითონ მისი საახუბლო ხო ყავს, ხო, ანუ ოჯახი რაღაცა ხა, იქ ამხელა კაცი რომ მაგას იტყვის ზიამაღლობელი სილის გაწმენდა, სულიერი ტკივილი განიცადა და ფიზიკური ტკივილი განიცადა, რა ცოტა მარაზმია, ხო, სამარცხინო ფაქტორია. ეს არის უბრალოდ იმის ფაქტი, რომ გვეუბნებიან, რომ გაჩერდით, ხო ხედავთ, აი ჟურნალისტის კი ფეხებზე ვკიდია, არავის არაფერს არ უპატიებთ. ახლა აგერ კიდევ იღებენ და საპოლიციო ძალებს ნიშნავენ ფაქტიურად, მაგრამ მე ვინაა? იგივე სიტუაცია რა. და თან ხო ხედავთ აი მის ხალხს როგორ ცლია რა შეეკითხა ვინმე რამე თორნიკეს როგორ ფიქრობთ ახლა შეეკითხან თორნიკე მიიღო გადაწყვეტილება რამე აბსურდია ხო ფაქტი არის ერთი რა რომ არაფერს არ კითხულობს მაგრამ ამათ ერთი მთავარი რამე ეს ვერ ხვდებიან ესენი რომ საქართველოში არავის არ გასულია არც რუსეთის იმპერიას არც ჯალალედინს არც თემურლენგს არც შაჰ ვერავინ ოსმალეთის ვინმე გაიტანა ბოლომდე ვერა და ვერც გაიტანს იმიტომ რომ არ გავჩერდეთ ქართველები ვარ ჩვენ ხალხმა ის მიღწევა ცდილობს ისე თქვენ დაკვირვებით ეხა ივანიშვილი როცა პოლიციელი დასანქციონირებული პოლიციელი დანიშნა აი მაგის და თითქოს და რაღაც შიშის ფაქტორის დათესვას რა აბა მეტი მაგას არსი რა მეტი აბსურდია ხო სისულელეა ახლა ქართველი შეშინებული კაცი და მიმიფუთხებია სულ ყველა ქართველისთვის რა აი ქართველი არა ჩემთვის
იმიტომ რომ ქვეყანა არის უპირველეს ყოვლისა, პირველია ღმერთი, მერე სამშობლო დამთავრდა. რო ტრაბახობენ და რო იძახიან, რომ ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა, ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა, ამ ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანას მოულა არ უნდა? გადააბარონ უნდა ასე? მაგიტომ ბრძოლობდა ქართული და იმიტომ ყავს ჩვენ ამდენი წმინდანები. აბა რატომ ყავს ამდენი მოწამეები? ზუსტად მაგიტომ იბრძოდა და ვიბრძოლებთ კიდევაც რა. დღეს ახლა საშუალებები რჩება პრაქტიკულად მოქალაქეების ხელში რომ დაიცვან და გადაარჩინონ ქვეყანა, როცა ჟურნალისტი ციხეშია, ამდენი პოლიტიკური პატიმარი ყავს ქვეყანას 54 თუ არ ვცდები, როცა ამუშავებს რეპრესიული კანონები და სჯიან ადამიანებს აპატებენ თქვენს დაგაპატებებს მათ შორის ადმინისტრაციული წესით, ხო? ერთ-ერთ საპროტესტო აქციაზე, ასევე მასობრივად აჯერიმებენ ადამიანებს 5-5000 ლარით. ამ გარემოში რამდენად რჩება ახლა პროტესტის გამოხატვის საშუალება? თავარი არის რა? შედეგი, ხო? შედეგი რა შედეგზე გავიდნენ? რამეზე გავიდნენ? ვერაფერზე, ხო? ვინც გამოდიოდა, გამოდის, ვინც ბრძოლობდა, ბრძოლობს, დააკავეს იზოლატორიდან იქნებოდა თუ ციხიდან ყველა მაინც აქციაზე გამოდის, არავინ გაჩერებას არ აპირებს, ხო? უბრალოდ მე მიკვირს იმ ადამიანების, რომლებიც სახში ზიან და რაღაცნაირად გვერდიდან იცი რა შეხტებიან და აი მე გვერდში ვარ და სუფრაზე მოვხდი ერთი 40 კაცი იყო. ყველა ჩვენ გვერდში ვართ. იმ 40 კაციდან 3 კაცი დადის აქციაზე და იმ 3 კაციდან 2 ცოლქმარია. გვერდში დგომა რა ასნიშნავს. სადღეგრძელოს დალევა ხო არა მარტო არა ქვეყნის სიყვარული. და არც ეკლესიაში სამთლით დგომა ხო ქვეყნის სიყვარული და ღმერთის სიყვარული. სიმართლისთვის ბრძოლა ღმერთის სიყვარული და სამშობლოს სიყვარული და თავის განწირვა რა. და ჩვენ მყავს მაგის მაგალითი ჩვენი მოწამეებიო. იბრძოდნენ ხო? ელემენტარულად ერთი ხაც არ აბიჯებდა და მეორე დროსაც არ აბიჯებდა ხელს, ხო? და იბრძოდა ბოლომდე და ახლა როგორ ფიქრობთ ახლა ასე ეს ქვეყანა ამიტომაც ებრძვის ოცნება ანწუხელიძეს განსაკუთრებით. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ მაგალითია ადამიანებისთვის და ხალხისთვის, ხო, მაგრამ ჩვენ ვერ გაგვაჩერებენ მაგით პირიქით. ანუ ეს გმირობის და თავგანწირვის მაგალითები ხა არ ჭირდება ოცნებას. ხო, არ ჭირდება, ხედავ რა, მე ეუბნება დანიშნა, მე მოგიდა ხელი მოხსნა, არავის არაფერს არ ეკითხება აბსოლუტურად და ესენიც აი ჩვეულებრივი მონური მდგომარეობიდან გამომდინარე ემორჩილებიან თავიდან ბოლომდე, ხო? მაგრამ თაობა შეიცვალა. იმიტომ ატარა მოსე 40 წელი ღმერთმა ეგვიპტიდან რო გამოიყვანა ებრაელი ერი, რომ თაობა შეცვლილიყო რამე თუ თაობა პირველი თაობა რომელიც მონობაშია დაბადებული, იგი თავისუფალ სახელმწიფოს ვერ შექმნის, ხო? ზუსტად იგივე სიტუაციაა ჩვენთან თაობა შეიცვალა. ახლა მე ცოტა მიკვირს რა უпростоრად არ მწამს იმისი რომ ვოლსკის გაზრდილიშვილი შეცვლილი იყოს ისე იოლად, რა თქმა უნდა, იმას მეტი დრო დაჭირდება, იმიტომ რომ ოჯახში რასაც ხედავ ზოგადად დედა, მამა, ხო, როგორ ცხოვრობს, იმას მიყვობა, ხო? მონიშვილი მაინც მონად გაიზრდება, ხო? ზოგადად ხო ხდება, ახლა შეურაცხყოფა პირადად კი არ ვაღან, მე კონკრეტულად ვამბობ რა, რაც არის ფაქტი რეალური. გააჩნია სად გაიზრდება და რა გარემოცვაში, მაგრამ ფაქტია რომ ახალგაზრდობა წამოსულია, ხო? და დროა ჩვენ გევიწიოთ უნდა გვერდზე და თაობას გვერდში დაუდგეთ უბრალოდ. всё, გვერდში დაუდგეთ, ხელი არ უნდა შოუშალოთ. რატო იბოღმებიან ვერ ხვდები რომ ახალი თაობა გჯობია ჩვენზე განათლებულებია ჩვენზე მეტი ციგნი აქვს აკეთებული კაცო ჩვენზე თავისუფლები არიან ჩვენ საბჭოთა კავშირში ვარ დავადებული ახლა როგორ ვიქნები სულად თავისუფალი ხო ღმერთს მადლობა მშობლებმა ამზარდა ისე რომ გამორიცხულია ჩემი დამონება ხო უნდა დამიჭირო უნდა მირტყან გამორიცხულია ხო ესაა და ეს ისე ვერ და თავისუფლების სუნიც თავისუფლების გემოიცის ახალმა თაობამ ხო ხედავ რა შობიან ურთხავენ და ხელსაც არ უბრუნებენ, მაგრამ აი ზუსტად იმ სიმშვიდით იმპერიები მასე არ დაშალა. ვინ იყო აბა მოციქულები ფაქტიურად? მეთევზეები, ხო? ბევრმა წერა-კითხვაც არ იცოდა უმეტესობა, მაგრამ იმპერიები დაშალეს მისი სიმართლით. მადლობა, ეს ლევან ხორავა იყო, თქვენ მას უსმენთ ჩვენს პირდაპირ ეთერში მოქალაქე, რომელიც მოვიდა დღეს მზიამაღლობელი სასამართლო პროცესზე. უკვე დაიწყო მზიამაღლობელი საქმის მორიგი სასამართლოს ხდომა, ეს არცებითი განხილვის სხდომებია. როგორც ვიცი მზიამაღლობელი ესწრება სასამართლო პროცესს ჩვენ აუცილებლად მოგეცით ინფორმაციას თუ რა ხდება სასამართლოს ხდომაზე შეგიძლიათ ესწრებოდეთ ჩვენს ვებგვერდებს დათმელები G-დან გაზეთი G რომ მიიღოთ განახლებული და სანდო ინფორმაცია მოდი გიორგი კირთაძეს მოусმენთ ასევე მოგესალმებით ბატონო გიორგი კირთაძე პარტიამ ახალის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი რა დატვირთვას იძენს დღეს თქვენთვის მზიამაღლობელი საქმე ჩვენ აქამდე ვიცოდით რომ ის ერთ-ერთი გამოხატულება იყო ხო ამ რეპრესიული მიდგომების დღეს როცა უკვე აჭარაში მთავრობის მეთაური დაამტკიცეს პოლიციელი დასანქცირებული პოლიციელი დახურვის სხდომაზე დაამტკიცეს ახალი შემადგენლობა რა დატვირთვას იძენს მზიამაღლობელი საქმე თქვენთვის ეს ინფორმაცია რაც შეიძლება გქონდეს ჩვენ ამ რაღაცა მიტაცებული ხელისუფლების პირობებში მაგრამ მთავრობის ახალ თავმჯდომარეზე ლოგიკური იყო ალბათ შევარდელი დღეს, როცა
ამ ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენელმა, რომელიც ხალხს ქუჩაში ესწრებს, რომელიც ამგვარად არის დასანქცირებული, რაც ნიშნავს იმას, რომ ერთ-ერთი შემოქმედია ამ ყველაფრისა დღეს ყველას კი დახვდება. საერთოდ რა შეიძლება ამ დროს ვისაუბროთ და განსაკუთრებით ამ დროს ხო ზიასნაირი ადამიანის ადგილი ლოგიკურია, რომ არის ციხეში ამ რეჟიმისთვის, ხო ადამიანს, რომელიც მთელი თავის ცხოვრების მანძილზე ემსახურებოდა საკუთარ პროფესიას ისე, რომ კომპრომისი არ წასულა არასდროს არავისთან და ისიც ჯეროდა ყოველთვის იმას აკეთებდა, ხო, ბუნებრივია, როცა ის დღეს ტყვეობაში ყავს აპარელი ბიძინა ივანიშვილი. რა ეტაპზე გადავიდა ივანიშვილი ახლა, როცა დასანქცირებული პოლიციელი დანიშნა აჭარის მთავრობის მეთაურად? ივანიშვილი ხო, რა ყველაფერს არის ჩასული, ალბათ ეგრე უნდა შევხედოთ. ივანიშვილმა გადაწყვიტა, რომ სოფლიოში ერთადერთი, ესე ვთქვათ, ისთვის მშვიდი თავშესაფარი არის ეხლა საქართველო, რომელიც არის რუსული გავლენის ქვეშ. ეგრეთ თulis მას ამ ყველაფერს და ხავის ბოლომდე ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ რაღაცა აქ ძალაუფლება კონდეს მას შენერჩუნებული, ამიტომ უჭერს მარწუხებს ყველგან სადაც მას შეუძლია, მაგრამ ავი წარმოუდგენელი არ მხოლოდ რაღაცა სოფლიო ისტორიიდან გამომდინარე გავსიტის ადამიანები როგორ ასრულებდნენ თავიანთ ჭალებში მოღვაწეობას, არამედ საქართველოს მათ შორის თუნდაც უახლოესი სკოლის მაგალითად ზოგადად ხო შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეგ არის რაღაცა დროში შესაძლოა რომ შეინარჩუნო, მაგრამ ბოლომდე ამას ვერ ინარჩუნებ და ისეთ უეცარ დროს ჩამოიშლება მას ყველაფერი, ალბათ როცა მგონია რომ ყველაფერი წესრიგში არის. და მე მგონია რომ ეს დრო მალე მოვა. რატო ფიქრობ რომ მალე მოვა? სად ჩანს ამის ნიშნები? იმიტომ რომ ნახეთ როგორი ამბავია. მე მესმის რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა რომელიც ივანიშვილის სადმე კრიტიკულად არის განწყობილი, რაღაცა ცოტა ნიჰილიზმით ეპარება, ხო, ამდენი ხნიანი ბრძოლის შემდეგ, რაღაცა ხელისუფლება ჭალებში ასევე არ არის ბოლომდე ჩამოშლილი, ხო, მაგრამ მეორე მხრიდან შევხედოთ, რა ბიძინა ივანიშვილმა რას მიაღწია ამ დროის განმავლობაში. მან შეცვალა კრიტიკული მასალა სათავისოდ გადაიყვანა ვინმე, აი რა მოხდა. გარდა იმისა, ნაცვლად ამისა პირიქით მე გონია და ეს ბათუმში სხვა შორის ძალიან კარგად იგრძნობა ბიზნესთან ერთად, რომ კრიტიკულად განწყობილი ადამიანების რაოდენობა იზრდება. უბრალოდ ხო ყველას მინდა რომ ეს ყველაფერი იყოს მშვიდობიანად, ისე რომ არც ქვეყანა დაზიანდეს ამით და ნორმალურად გავაგრძელოთ ცხოვრება და ამას იყენებს შეჯერობით ივანიშვილი ამ თავისი რეპრესიებით, როცა მშვიდობიან მომიტინგეებს არა თუ არა პროპორციულ ძალას, არამედ რა ვიცი საშუალებით შარის სხვა ადგილებს იჭერს, აშანტაჟებს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მაგრამ იმიტომაც რომ კრიტიკულად განწყობილი ადამიანების რაოდენობა იზრდება, ეს გარდაულად ნიშნავს იმას, რომ ის მალე დამარცხდება. ჩემი აზრით, თან ამ ყველაფერს ემატება საგარეო მხარდაჭერა კიდევ უფრო ძლიერი დღეს ალბათ ევროსაბჭოს ამბავით ნახეთ, ასევე რა ვიცი ნახეთ მათ შორის მისი მთავარი იმედის, ხო, ტრამპის ადმინისტრაციის პოზიცია მასთან და ძალიან ისე საინტერესო გამოჩნდა რომ ბაიდენს ვერ გამონახა საერთოდ და განცხადება გავრცელდებოდა ტრამპის ადმინისტრაციის რამოდენიმე დღით ადრე იყო, მაგრამ ჩემი ეს კიდევ უფრო საინტერესო ამბავი, როცა სახელმწიფო მდივანი შავი ზღვის რაღაცა საკითხთან დაკავშირებით ესაუბრებოდა შავი ზღვის აუზის ქვეყნებს და საქართველოს გამოტოვა და სომხეთში დარეკა და პაშინიანს ესაუბრა. პატივისცემის მიუხედავად ჩვენი სომეხი მეგობრებისადმი მათ არ აქვს კავშირი შავ ზღვასთან, ცევანის ტბა აქვს მათ. და როცა შავი ზღვის უსაფრთხოებაზე, შავი ზღვის მნიშვნელობაზე საუბრობდა საქართველოში არავის არ ეკავს, ჩემი აზრით ეს იყო ყველაზე ნათელი სიგნალი ბიძინა ივანიშვილის. რადგან ცვლის ეს მოცემულობას ივანიშვილის, რა არის მოსაზრება რომ შეიძლება მზად იყოს ივანიშვილი აჯერის იზოლაციისთვის. ის ცდილობს რომ ეს ყველაფერი ესე წარმოაჩინოს, მაგრამ განსხვავებით წინა ადმინისტრაციისაგან ჩემი აზრით მანიცის რომ ბევრად უფრო მძიმე შედეგები ელოდება მას ამ შემთხვევაში ამერიკის დღევანდელი ადმინისტრაციის მხრიდან. ხო, რომის თავარი მოკავშირეებს, რა ვიცი, პირდაპირ უნდა ვთქვათ, ალბათ არის ის ევროპული ქვეყნები და პირველ რიგში გულისხმობ კონკრეტ რომელიც ბიზნეს ასევე თავის მოკავშირეებს მიაჩნია. და ბევრი საინტერესო ამბავი შეიძლება ამ მიმართულებითაც განვითარდეს და სხვა ნებისმიერ შემთხვევაში არ შეიძლება ვინც არ უნდა იყოს თეთრ სახლში, ვინც არ უნდა იყოს ამერიკის რაღაცა ახალ ადმინისტრაციაში, წარმოუდგენელია რომ მათთვის მისაღები იყოს ძელვადიან სტრატეგიულ პარტნიორად ჯგუფი, რომელიც ერთპარტიულად მართავს ქვეყანას, მეტიც პარლამენტი აქვს არალეგიტიმური და ხელისუფლება ყავს ჩვენი გადასახედიდან საერთოდ არალეგიტიმური, მაგრამ რა ვიცი, ბიძინას გადასახედიდანაც ხო ძალიან დაბალი ლეგიტიმაცია აქვს. მას ხო თვითონაც კარგად იცის რომ მოსახლეობის ძალიან მცირე ნაწილი უჭერს ხარს. ამიტომ მას ვერ ეყოლება ნორმალური მეგობრები დასავლეთში, მას არ აქვს ქართული ხალხის მხარდაჭერა ქვეყნის შიგნით და ამიტომაც ვფიქრობ რომ ის ძალიან მალე ჩამოიშლება. როგორც ეს მალე ხო არ იქნება პროტესტი ზუსტად არავინ ის ყველაფერი მათ შორის არის დამოკიდებული ჩვენზე. ამ ქვეყანაში მაცხოვრებელ ადამიანებზე. რამდენად შევძლებ ჩვენ სწორად ორგანიზებას მის წინააღმდეგ პროტესტის გამრავალფეროვნებას, დედაქალაქის ყველგან ალბათ საქართველოს ბევრ სხვა ქალაქშიც აქტიურობას და ასე შემდეგ.
მადლობა, ეს გიორგი კირთაძე იყო, პოლიტიკოსი, პარტია ახალის ერთ-ერთი ლიდერი და თქვენ მას უსმენდით ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან. ზია მოღობელის საქმის განხილვა უკვე დაიწყო ბათუმის სასამართლოში, მოსამართლე ნინო სახელიშვილი განხილავს ზია მოღობელის საქმეს, ის არის დასანქცირებული მოსამართლე. ესტონეთმა ის დაასანქცირა, სწორედ ჟურნალისტის უფლებების დარღვევის გამო, როცა მოსამართლე ნინო სახელაშვილმა ზია მოღობელს აკვედი ღონისების სახით ყველაზე მკაცრი ზომა პატიმრობა შეუფარდა. გაყალბებული ოქმის საფუძველზე, საუბარია ოქმზე, რომელიც ადმინისტრაციულ საქმეში დევს. ზია მოღობელი როგორც ისე თავდაპირველად დააკავეს სწორედ ადმინისტრაციული წესით. და ის ოქმი გააყალბეს, ჩანს რომ ოქმის მიხედვით თქოს ზია მოღობელი დააკავა გრიგოლ ბესელიამ, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის მაშინდელმა უკვე ყოფილმა უფროსმა, არამედ თქოს ის დააკავა გოჩავანაძემ, სხვა პოლიციელმა, ირაკლი გებუაძის ბათუმის პოლიციის უფროსის მოადგილემ, ასევე ოქმის მიხედვით თითქოს ზია მოღობელი დააკავეს იმის გამო, რომ ის აყენებდა შეურაცხყოფას პოლიციელებს, ეძახდა მათ ძაღლებო, მონებო, იმ ფრაზებს, რაც ყველგან ერთი და იგივე ჩაუწერეს პოლიციელებმა გაყიდულ ოქმებში აქციის მონაწილეებს, რომ თითქოს აქციის ყველა მონაწილე ერთიანი ფრაზებით მიმართავდა სხვადასხვა დროს პოლიციელებს, თუმცა არც ერთ ვიდეო მასალაში, მათ შორის უწყვეტ ლაივ ჩანაწერებში არ ჩანს, რომ რომელიმე აქციის მონაწილე მსგავსი სიტყვებით შეურაცხყოფდა პოლიციელებს, მათ შორის ზია მოღობელი პირდაპირ ჩანს ვიდეო მტკიცებულებით, რომ ეს უსიტყვოდ მიყვება გრიგოლ ბესელიას აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსს, მას აკავებენ სტიკერის გაკვლის გამო. ვიდეო ჩანაწერში ისმის ასევე ბათუმის პოლიციის უფროსი ირაკლი გებუაძის ხმა, რომ ის დააკავეს სტიკერის გაკვლის გამო 151 მილიონით, თუმცა სტიკერის გაკვლის გამო არავის დაკავების უფლება პოლიციელებს არ აქვს კანონით. თავისუფლება მზიას ასეთი ტრანსპარენტით დგანან მოქალაქეები ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან. ზია მოღობელის საქმის არსებითი განხილვა გრძელდება. დღეს კიდევ სამი სამართალდამცველის ჩვენებას მოისმენს მოსამართლე ნინო სახელაშვილი. წინა სასამართლოს ხდომაზე კი მოწმე პოლიციელებმა დაადასტურეს, რომ ზია მოღობელს მაგალითად ხელბურკილი ედო 2 საათის განმავლობაში ყოველგვარი სამართლებრივი დასაბუთების გარეშე, მაშინ როცა ამის არანაირი საჭიროება არ არსებობდა და ზია მოღობელი არ უწევდა მათ წინააღმდეგობას, როგორც ეს თავად გაუმჯობელმა აღნიშნა. ასევე კიდევ ერთხელ გაუმჯობელმა თქვა, რომ ზია მოღობელის აგრესია, როცა პოლიცია ამბობს, რომ აგრესიული იყო ზია მოღობელი პოლიციელების მიმართ, გამოიხატა იმაში, რომ მან დასვა შეკითხვა, რატომ დააკავეს აქციის მონაწილეები და ეს შეკითხვა, რომელიც დასვა ზია მოღობელმა ჟურნალისტმა, ეს ჩათვალა პოლიციამ როგორც აგრესია პოლიციელების მიმართ. სავარაუდოდ მოსამართლე ნინო სახელაშვილი მიიღებს საბოლოო განაჩენს ზია მოღობელის საქმეზე. ის არის დასანქცირებული მოსამართლე, უკვე უგოდოდ გამწესებული მას შემდეგ, რაც მან პატიმრობა შეუფარდა ზია მოღობელს, ჟურნალისტს და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გარემოება არის ის, რომ ამ მოსამართლეს არ აქვს სისხლის სამართლის კვალიფიკაცია. ეს უკვე ჩვენს ვებგვერდებს ბათუმელები G-დან, ერთ გაზეთი G, რომ მიიღოთ განახლებადი და სანდო ინფორმაცია. მადლობა ყურადღებისთვის, დროებით.